შაბათს დილიდან ნოდარი კომელაძის კურიროს ანონსში გავიდა აი ეს ფრაზა, რომელმაც მთელი საქართველოს შეაძრწუნა. ბავშვი, რომელმაც გაჭირვებას ვერ გაუძლო, შიმშილმა სკოლის მოსწავლე თვითმკვლელობამდე მიიყვანა. სოციალურ ქსელებში პანიკა ატყდა, ყველა მთავრობას ამუნათებდა, ბუნებრივი იყო ეს რეაქცია, მაგრამ შემდეგ სიმართლე გაირკვა, აღმოჩნდა რომ ის ამბავი, რომ ბავშვმა შიმშილის გამო მოიკლა თავი, არის სპეკულაცია და ეს დაადასტურა თავად იმ ბავშვის ოჯახის წევრების, თანასოფლელების, მასწავლებლებისა და თანაკლასელების რეაქცია. შიმშილიდან მოკლა, ბავშვი, ხო ხოლმე ასე. გაჩვენება ახლა მოგიგდე. ხუдай მარტო ამის გამო კურიერში ეს რეპორტაჟი ცოტა სახესწრულად გავიდა, მაგრამ ამან არ შეცვალა არსი თავად აი ამ გადაცემისა და ზოგადად ნოდარი კომელაძის მოღვაწეობისა, რუსთავი ორის მოღვაწეობისა. ეს არის სხვის ტრაგედიაზე ქულების, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა. ჩვენ გავუშვით ჩვენი ჟურნალისტი მარტვილში, ჩვენ ამ ტრაგედიაზე ვკითხეთ ოჯახის წევრებს და სკოლის მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებს და მათი კომენტარები მინდა გაჩვენოთ. პანიკიორობენ და რაღაცას აკეთებენ თვითონ ალბათ მათ სასარგებლოდ. მე რა ვიცი რა საკეთებენ მაგრამ როგორც ახლა ასე მაგას ამ ორივე არიან აგერ ბავშვები არც შიოდა და არც ყუროდათ. ჩაცმა დახურვა და ჭამა და სმა არ აგდათ მაგას. უნამუსობა მაგისანაირ ზუსტად არ გაუგიათ და არ შეუკითხიათ არავისთვის, ისე არ უნდა გაევრცელებიათ ზამბა. შიმშილი გამორიცხულია არ არსებობს და მე ვფიქრობ უფრო მანიპულაციას გავს ეს და არ შეიძლება იცით მოზარდის სიკვდილით ქულების დაწერა არავის არ ეპატიება არც საზოგადოებას და ნებისმიერ თუნდაც ჟურნალისტურ სამსახურს რა შიმშილი გამორიცხულია. აჟიტირება იმით რომ შიმშილით მოკდა ცოტა უზნეობაც არის მე თუ მკითხავთ რა და მით უმეტეს პოლიტიკურ ჭრილში ამის გადატანა კიდევ უფრო დიდი უზნეობა. სულ უფრო და უფრო ეფლობა ჭაობში რუსთავი ორი, სულ უფრო მეტ საზრობას აკეთებს ქვეყნის არევის მიზნით და ამას რაღაცნაირად წერტილი უნდა დაესვას. არ ვიცი როგორ. გვარამიას ცემა არ შეიძლება, არავის ძალადობა არ შეიძლება, ეს უნდათ მაგათ. ვიმაგატები არიან, რო თქვათ, პირდაპირ. არ ვიცი, მოსაფიქრებელია რაღაც რა.